მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. უკვე შეატყობდით რომ ხმა მაქვს შეცვლილი, ცოტა ცხვირში ვლაპარაკობ. როგორც იქნა ჩემს ცხოვრებაში ამ წლების განმავლობაში პირველად გამოჩნდა პრობლემა, რომელიც ქოცების ბრალი არ არის. ალერგიული რინიტი. ამიტომ მომავალი 30 წუთის განმავლობაში თუ თვალზე ცრემლი მომადგა, არი ფიქრობთ რომ გადაცემაში ნახსენები პირებიდან რომელიმე შემეცოდა. ეს უბრალოდ გაზაფხულის ბრალია. აქვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი პლატფორმა მისმინე, სადაც ეს გადაცემაც გადის, დღეს 1 წლის გახდა. რთული წელი იყო, მაგრამ თქვენი მხარში დგომით და ჩართულობით რაღაცნაირად გადავაგვარეთ. წინ კი ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება. დიდი წვეტა გქონდა. თითქმის ერთი თვეა ეთერში არ ყოფილ ვარ და ბოდის გიხდით, მაგრამ მერწმუნეთ საპატიო მიზეზი მქონდა. ირანში ვიყავი. ხო ხედავთ რა გამწვავებული სიტუაციაა ახლო აღმოსავლეთში და ჩავფრინდით ირანში და აიათოლების რეჟიმს ვეხმარებოდი კრიზისის მოგვარებაში. გაგიკვირდათ? არ იცით რაზე ვსაუბრობ? როგორც ჩანს, სახელისუფლებო პროპაგანდას ყურადღებით არ აკვირდებით. თურმე მეგობრებო, მე ირანის აგენტი ყოფილვარ. დიახ, ჯერ ხომ ამბობდნენ ევროპის აგენტიაო, მერე ამერიკისო, მერე გლობალური ომის პარტიისო და ახლა უცებ აღმოჩნდა რომ თურმე პირდაპირ ირანის სპეცსამსახურებზე მუშაობს ეს ბიჭი. პროპაგანდის ტექსტი ყველგან იდენტურია, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ. WikiLeaks-ის კავკასიის რეგიონალური ოფისი სკანდალურ ცნობას აქვეყნებს, როგორც ირკვევა, მათ ხელში ჩაუვარდათ მოსადის მიერ გამოქვეყნებული დაშიფრული დოკუმენტი, რომელიც ირანის სპეცსამსახურების მიერ რეგიონში გადაბირებულ ჟურნალისტთა სიას მოიცავს. სკანდალური დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ მარტული ჟურნალისტი ბექა ყორშია, პარალელურად ირანის სპეცსამსახურების აგენტია, როგორც მოგეხსენებათ, ის პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა და ქართველი ანალიტიკოსების განცხადებით, მისი გადაბირება სწორედაც რომ სტუდენტობის პერიოდიდან იწყება. ეს პოსტები არის დაბუსტული, ანუ ამაში ფულია გადახდილი. შეიძლება $1000 დოლარიც. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ყველა ასეთი პოსტის ქვეშ შემოხვდებათ ასობით კომენტარი, სადაც ხალხი ასეთ რამეს წერს. აი მაგალითად ბატონი მიხეილ ღანიშაშვილის კომენტარი. ყორშია არაბისტია და არა ირანისტი. მადლობა ბატონო მიხეილ. ანუ ამ პოსტის ავტორებმა ისიც კი ვერ გადაამოწმეს ნორმალურად, რომ მე არაბისტი ვარ და არა ირანისტი. იმის უფლება მაინც დამიტოვეთ, რომ ჩემი გადახდილი გადასახადებიდან ვილანძღებოდე როგორც არაბისტი და არა ირანისტი, რადგან არაბულის სწავლაში ძალიან დიდი დრო და ენერგია მაქვს დახარჯული. სპარსული ენის სწავლა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე არაბულის. სპარსული ინდოევროპული ენაა. მისი გრამატიკა ძალიან გავს მაგალითად ფრანგული ან ინგლისური ენების გრამატიკას. არაბული ენა კიდე სემიტურ ენათა ჯგუფშია და ენათესავება აქადურს, უგარიტულს, ფინიკიურს, ებრაიტურს, არ ვიცი, ამორეულ ენებს. რას ვითხოვ ასეც? ის მაინც დაწერეთ, რომ ასეთი რთული ენა ვიცი. დედის ტრაკი. ისე რაც დრო გადის, მით უფრო ხვდები, რას ნიშნავს კობახიძის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. ევროპასთან ხომ გაიფუჭეს სახელი? აშშ-ს ხომ აახევენ კალთებს სანქციების მოსახსნელად? ირანში ომი რომ დაიწყო, ხომ გაანათეს ანზა ირანის ფერებში და ისრაელის ელჩოსგან მიიღეს კრიტიკა. ახლა კი რუბიოს ზარის გამო ირანის ელჩიც გაუნაწყენდათ. აი ესაა ჭეშმარიტი საგარეო ურთიერთობის ბალანსი. ყველა გადაიკიდეთ, აბსოლუტურად ყველა გადაიკიდეთ და მართლა არ ვიცი ვის იმედად ხართ. ბიძინას და ღმერთის იმედად ვარ ჩვენ. თან ჯერ ბიძინა რომ თქვა და მერე ღმერთი. ისე ბოლო ხანებში ქოცებს მაინც მიეცათ ჩანსი საერთაშორისო ასპარეზზე თავისი სათქმელი ეთქვათ. ორჯერ. მაგრამ პსონი ორივეჯერ არასწორ წყვილზე დადეს. ჯერ იყო ეს. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ავტორიტეტულასა. მერე კი მისი ცოლი. First ever woman royalty referred to as a king. რა თქმა უნდა, მთელი ამ საგარეო და საშინაო ჯოჯოხეთის ფონზე პროპაგანდასაც ძალიან უჭირს მუშაობა. გართულ და რაღაცების გაპრავება. ამიტომ ნინო კუზანოვა უკვე პირდაპირ და მოურიდებლად ითხოვს. ტყუილის თქმის უფლება მაქვს. რომელ არხზეც ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში უბრალოდ პატარა პაუზა ავიღე. ტელევიზორი გამორთე, ქართული ოცნების ბრიფინგებს მოწყდი და გადავწყვიტე ის ერთი წიგნი წამეკითხა, რომელიც კარგახანია თაროზე მქონდა შემოდებული. ეს იყო ბიოლოგიის ენციკლოპედია მსოფლიოს ყველაზე უცნაურ, ანომალიურ და პარაზიტულ არსებებს.
ხო და ვძივარ ჩემთვის ფურცლავ ამ წიგნს, უყურებ ოკეანის ფსკერის მუტანტებს, ტვინის მჭამელ სოკოებს. მინდა რომ ჩვენი პოლიტიკური ჭაობისგან დავისვენო და უცებ დეჟავი მაქვს. უყურებ რაღაც ლორწოვან პარაზიტს და ვფიქრობ. მოიცა ეს ქცევა სადღაც მაქვს ნანახი. მე ამას ვიცნობ. ასე მომიწია დაბრუნება ისევ პოლიტიკურ რეალიებთან. თლიანობაში საქმე ისაა, რომ ჩვენ კი ვხუმრობთ ხოლმე. ბიზინამ საქართველოს პოლიტიკაში ზოოპარკი გააშენაო, მაგრამ ეს მიზანი მას იმ თავითვე ჰქონდა მეგობრებო. ის ზოოპარკი იმ პირობებში და სადაც იყო მე არასდროს არ მომწონდა. ამიტომაც გადაწყვიტა რომ ის რუსთაველის გამზირზე, კერძოდ პარლამენტის შენობაში გადმოეტანა, რადგან როცა ვინმეს ატყვევებ, დასაბალანსებლად რაღაცა მაინც უნდა შესთავაზო. ცხოველსაც ჰქონდეს ცხოველური პირობები, ადამიანური არ გავიხსენოთ. და გვინდა ესეც თქვა, ადამიანური პირობები, რომ თუ ატყვევებთ, მას მოვექცეთ ღირსეულად. მაგრამ საქმე ისაა, რომ ზოოპარკში როგორც წესი დაცული ხარ, სახიფათო ცხოველები გალიებში არიან იზოლირებულნი. შენ კი უბრალოდ დადიხარ და ათვალიერებ. ამიტომაც ეს არ არის ზოოპარკი. ეს არის უბრალოდ ჯუნგლების კანონით მართული სისტემა, სადაც ეს არსებები გარეთ დადიან და პირდაპირ შენს სიცოცხლესა და მომავალს ჭამენ. დღეს სწორედ ამ ფლორა ფაუნაზე ვისაუბრებთ. მოდით გადავშალოთ ჩვენი ბიოლოგიური ანომალიების ენციკლოპედია. მე დღეისათვის ერნსტ ჰეკელის წიგნიდან Art Forms of Nature, ქართულად ხელოვნების ფორმები ბუნებაში, ავარჩიეთ 9 ბიოლოგიური ორგანიზმი, რომელიც ბიზინა ზოოპარკში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. მე-9 ადგილი. გადავშალოთ ჩვენი ენციკლოპედიის პირველი გვერდი. აქ ძალიან, პირდაპირ ითქვა, ძალიან საშიში და შემაძრწუნებელი არსება გვხდება. Simotua exigua, იგივე თევზის ენის მჭამელი პარაზიტი. ეს არის არსება, რომელიც ლაყუჩებიდან შედის თევზის პირში, მაგრდება მის ენაზე, სწოვს სისხლს, სანამ ენა ბოლომდე არ ატროფირდება და არ მოძრება. ამის შემდეგ კი ეს პარაზიტი კვეჭს ადგილს, სადაც ოდესღაც ენა იყო და თავად ხდება თევზის ენა. თევზი აგზელებს ცხოვრებას, მაგრამ მის პირში ნამდვილი ენის ნაცვლად უკვე პარაზიტი ზის და მის მაგივრად ფუნქციონირებს. ამ არსების ანალოგიად ბევრი კანდიდატურის წარდგენა შეიძლებოდა. ნებისმიერი პროპაგანდისტის, TV იმედის ან პოსტივის ნებისმიერი წამყვანის. მაგრამ არის ერთი სხვა პერსონაჟი ბიზნეს კარზე, რომელსაც ოლიგარქი ძალიან ხშირად იყენებს საკუთარ ენად. ეს არის ზაზა შათერიშვილი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ოდესღაც ზაზა იყო ფილოსოფოსი. აკადემიურ წრეებში ტრიალებდა, წიგნებს წერდა. კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტშიც კი იყო მიწვეული. ის საათობით მსჯელობდა სუბიექტის თავისუფლებაზე, ჰერმენევტიკულ წრეებსა და ყოფიერების საზრისზე. იგი დეკონსტრუქციის მეთოდით ეძებდა ტრანსცენდენტალურ ზღვარს ეგზისტენციალურ მესა და ონტოლოგიურ არარაობას შორის. მისი ყოველი სილოგიზმი მიმართული იყო ფენომენოლოგიური რედუქციისკენ, რათა აზროვნების დისკურსი გაეთავისუფლებინა ყოფიერების დიქტატისგან და დაებრუნებინა იგი სუფთა ლოგოსის წიაღში და ამ ინტელექტუალურ ლაბირინთებში მიადგა თავარ კითხვას. ვინ ვარ მე სინამდვილეში? შენ ხარ არც მეტი არც ნაკლები ბიზინა ივანიშვილის ენა. თვეში ორჯერ შუშის სასახლის დახურულ კაბინეტში საიდუმლო სეანსი იმართება. ოლიგარქი ზაზას თავის შიშებსა და წყენებს უზიარებს. ზაზას მოვალეობაა პატრონის პრიმიტიული შიშები რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებად აქციოს. როდესაც ოლიგარქი ფიქრობს, ამერიკელ მასონებს უნდათ ფული წამართვან, შათერიშვილი როგორც ენა გამოსცემს ტექსტს. ტრამპი ვერ ამარცხებს Deep States. როცა ოლიგარქი ფიქრობს, ევროპელებმა დამასანქცირეს და ფულები გამიყინეს, შათერიშვილი როგორც ენა გამოსცემს ტექსტს. ნუ ევროპა არის LGBT. ზაზა, მეც მყავს აქ ჩემი ენა. დედისტრაკი. გადავინაცვლოთ მერვე ადგილზე. აქ ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და მოდი პირდაპირ ვთქვათ, ვიზუალურად ტრაგიკული არსება გველოდება. წვეთი თევზი, აი ეს, იგივე blobfish. blobfish-ი ცხოვრობს ოკეანის ძალიან დიდ სიღრმეზე, ფსკერთან ახლოს, სადაც წყლის წნევა მრავალჯერ აღემატება ზედაპირის წნევას. ბნელ ფსკერზე, თავის ბუნებრივ გარემოში. ეს თევზი სრულიად ნორმალურად გამოიყურება, აქვს ფორმა, სტრუქტურა და ჩვეულებრივი თევზის სახე. მაგრამ როგორც კი მეთევზეს ის ბადიდან ამოჰყავს და ოკეანის ზედაპირზე რეალურ სამყაროში ამოათრევს, ხდება კატასტროფა. წნევის უეცარი ცვლილების გამო მისი სხეული ვეღარ უძლებს და მომენტალურად იშლება. ის იქცევა უფორმო, ლორწოვან, ჟელესებრ მასად, რომელსაც უკიდურესად მოწყენილი, ჩამოწელილი და ფრუსტრირებული სახე აქვს. ანუ კომფორტის ზონის გარეთ ის ფიზიკურად კარგავს სახეს. ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე ამ არსებას
მიხეილ ყაველაშვილი ქვია. მივესალმები ჩვენს გულხურვალე ტელემოყურებელს. უბრალოდ დააკვირდით ამ კაცის პოლიტიკურ ანატომიას. იქ ღრმა ქოცურ ფსკერზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ამ პოსტივის კომფორტულ სტუდიაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წნევა იცავს, ყაველაშვილის სახეს ინარჩუნებს. იქ ის არის ფორმაში, კერძი ბერავს, ომახიანად უყვირის ოპოზიციას, მუშტებს აბრახუნებს. და ახლა უკვე პრეზიდენტის მანტიის მორგებასაც ცდილობს. ფსკერზე ის სერიოზული ფიგურაა. მაგრამ რა ემართება ყაველაშვილს, როცა მას ამ კომფორტის ზონიდან ამოიყვანა ზედაპირზე, რეალობაში გამოათრევ? ეგრევე წამებში პოლიტიკური წნევა ვარდება და ყაველაშვილი განიცდის ბლობფიშის ტრანსფორმაციას. ის მომენტალურად კარგავს ფორმას, ეშლება სტრუქტურა და იქცევა ერთ დიდ დაბნეულ ჟელესებრ მასად. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ავტორიტეტასა. და ნუ არც არის გასაკვირი, რომ მასში პრეზიდენტს ისევე ის არსებები ხედავენ, ვინც ფსკერზე სახლობს. რა კი ფსკერზე ყაველაშვილი თავისი მოწოდების სიმაღლეზე. მე-7 ადგილი, მუხლუხო გველი. გადავშალოთ ენციკლოპედიის შემდეგი გვერდი. და აქ შემოგხვდება ერთი ძალიან სპეციფიკური და კომიკური არსება. ჰემეროპლანეს ტრიპტოლემუს. ბუნებაში ის არის ჩვეულებრივი მუხლუხო, მაგრამ როგორც კი საფრთხეს იგრძნობს, საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის. სხეულის წინა ნაწილს ბერავს, ფორმას იცვლის და გველის თავს ემსგავსება. მას უჩნდება ყალბი თვალები, იღებს მუქარის პოზას და იწყებს ისეთ მოძრაობას, თითქოს შხამიანი რეპტილია იყოს და ყენა შეეძლოს. ამას მტაცებელი უყურებს და გონია, რომ ის ნამდვილი გველია. ჩვენს პოლიტიკურ ჯუნგლებში ამ მუხლუხოს თეატრულოკიანი ქვია. მოგესალმებით. დააკვირდით მის ტრანსფორმაციას. როგორც კი ის საფრთხეს იგრძნობს, მაშინვე იბერება, იღებს მუქარის პოზას და მის სახეზე ჩნდება ის ყალბი თვალები, რომლებიც მხოლოდ აგრესიასა და მუქარას ასხივებენ. არ დავინახო, რომ თქვენ წონს აუწიოთ. გასაგებია? ის იზეპირებს შხამიან ფრაზებს და ისეთი თავდაჯერებით გიტევს, თითქოს ერთი კპენი შეეძლოს შენი განადგურება. ის ცდილობს თავი საშიშად მოგაჩვენოს. მე ვარ ბერია. მაგრამ ეს ყველაფერი ხო მხოლოდ ევოლუციური მიმიკრიაა, მეგობრებო. ამ აგრესიის მიღმა სინამდვილეში არანაირი გველი არ იმალება. როცა ის ნიღაბს იხსნის, ხედავთ, რომ ჩვეულებრივი წყაზარი მუხლუხოა. პირბადე მოიხსენ, იმიტომ რომ და ჩემი წყაზარი სახე გაყურებინოთ. წულუკიანის ფენომენი სწორედ ესაა, ბლეფის ხელოვნება. მან იცის, რომ თუ საკმარისად საშიშ ფორმას მიიღებს, მტაცებლები, ანუ მისდამი ნეგატიურად განწყობილი ამომრჩევლები და პოლიტიკური ოპონენტები უკან დაიხევენ. მას არ აქვს შხამი, მას აქვს მხოლოდ გრძელი ენა და გაბერილი იმიჯი, რომელიც შორიდან კობრას გავს. ახლოდან კი უბრალო მუხლუხოა, რომელსაც მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს. თქვენ კი როგორ ერჩით ამ საწყალ არსებას? თქვენ მე პიროვნულად მერჩით. მე-6 ადგილი. ასიდია. გსმენიათ ასეთი რამის შესახებ. აი ეს არის. სანამ გეტყვით ვის ერგო ეს სტატუსი ჩვენს პოლიტიკაში, ჯერ თავად არსებაზე მოგიყვებით. ასიდია ზღვის ბინადარია და საკმაოდ სპეციფიკური სასიცოცხლო ციკლი აქვს. ახალგაზრდობაში ლარვის სტადიაზე ის თავისუფლად დაცურავს ოკეანეში. მას აქვს ნერვული სისტემა, ტვინი და ეძებს თავის ადგილს ცხოვრებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, მოძრაობს და აზროვნებს. მაგრამ როგორც კი ასიდია იპოვის მყარ ქვას და ზედ სამუდამოდ მიემაგრება, იწყება რადიკალური მეტამორფოზა. მას მოძრაობა აღარ სჭირდება. შესაბამისად, ფიქრიც ზედმეტი ტვირთი ხდება. ამიტომ ის იწყებს საკუთარი ნერვული სისტემისა და ტვინის გადამუშავებას. ის ფიზიკურად ჭამს საკუთარ ტვინს. ამის შემდეგ მისი ერთადერთი ფუნქცია ქვაზე ჯდომა და ჭამა. ახლა კი დავფიქრდეთ, ვინ არის ქართულ პოლიტიკაში ის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდობაში დაცურავდა, აზროვნებდა, ჰქონდა პრინციპები, მაგრამ მყარ ქვასთან მიმაგრების შემდეგ საკუთარი წარსული და ტვინი შეჭამა. გამოიცანით? ბევრია ეგეთი და რთულია. გაჭირდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის სოზარ სუბარი. ეს არის კაცი, რომელიც ახალგაზრდობაში იყო ჟურნალისტი და რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სახალხო დამცველის პოზიციას და მეტნაკლებად პრინციპულიც იყო იმჟამინდელი მთავრობის მიმართ, განსაკუთრებით აქციების დარბევების დროს.
მაგალითად პოლიტიკური ოპოზიციის ცემები და ოპოზიციის მხარდამჭერების ცემების მხრივ ნეგატიური დინამიკაა. და რა რეკომენდაციებს თავაზობს სახალხო დამცველი ხელისუფლებას? თუნდაც ერთი ფაქტი მაინც გამოიძიონ და ერთი დამნაშავე მაინც დაისაჯოს, რომ სხვები მაიგზნონ, რომ შეიძლება დაისაჯონ მომავალში უკანონო ბრძანებების შესრულებისთვის. მას ჰქონდა პოლიტიკური ნერვული სისტემა, მაგრამ როგორც კი მიაგნო ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მყარ ქვას და სისტემაში ინტეგრირდა, სუბარმა ზუსტად 100 დიას გზა გაიარა. მან უბრალოდ გადაამუშავა საკუთარი ტვინი და უსამართლობასთან მებრძოლი ახალგაზრდიდან აი ამად იქცა. მართება ამდენი ხანი აქციები, ესეც ხელწერაა გარეძალების გლობალური ომის პარტიას, რასაც უწოდებთ ჩვენ. ყველგან სადაც უნდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ერთი და იგივე ხელწერით მოქმედებს აგენტურა და ერთ და იგივე დავალებებს აძლევს ამ აგენტურას მისი პატრონები. რა თქმა უნდა, 100 დიას ოკეანურ ეკოსისტემაში აქვს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია. საკუთარ თავში გაატაროს ნებისმიერი ნაგავი, რასაც ნაკადი მოუტანს. შეჭამოს და ფაქტობრივად ფილტრის ფორმატში იმუშაოს. არ ვიცი ეამაყება თუ არა სოზარ სუბარს ბიძინას ჯუნგლებში ფილტრის როლის ქონა და არც ის ვიცი იაზრებს თუ არა რომ როცა ფილტრი აღარ მუშაობს, მას ახალი ფილტრით ცვლიან. ესეც რა ვიცი, მაინც დისტრაკი იყო სოზარ სუბარისთვის აქ. გადავიდეთ მეხუთე ადგილზე. აქ დაგვხვდება Liar Bird, იგივე ავსტრალიური აკუსტიკური შარლატანი. ეს არის უნიკალური ფრინველი, რომელსაც საკუთარი ორიგინალური ხმა და სიმღერა პრაქტიკულად არ აქვს. სამაგიეროდ, მას შეუძლია იდეალურად 100%-იანი სიზუსტით მიბაძოს ნებისმიერ ხმას, რასაც ტყეში გაიგონებს. ის ბაძავს სხვა ჩიტებს, მანქანის სიგნალიზაციას, ფოტოაპარატის ჩხაკუნს და ბენზოხერხის ხმასაც კი. ოღონდ რა თქმა უნდა ფრინველმა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს ბენზოხერხიან სიგნალიზაცია. მას არ ესმის შინაარსი. ის უბრალოდ მექანიკურად იმეორებს გერებს. აი შეხედეთ. Best Liar Bird sounds. ჩვენს პოლიტიკურ ეკოსისტემაში ზუსტად ასე შემოფრინდა ქალბატონი მარიამ ლაშხი. როგორც კი ის პარლამენტში მოხვდა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა, მან საკუთარი აზრი და ხმა საერთოდ დაკარგა. ახლა ის უბრალოდ დაფრინავს სტუდიიდან სტუდიაში და ბაძავს სხვების ხმებს. გაიგონებს სადღაც პარტიის ოფისში შათირიშვილის ან კობახიძის ნათქვამს და მერე თავადაც მექანიკურად იმეორებს. გლობალური ომის პარტია, Deep State. ამის აბსოლუტური კულმინაცია იყო 2024 წლის მაისში, როდესაც მარიამ ლაშხი ბრიტანულ პოდკასტ The News Agent-ში მიიწვიეს. იქ მან უცხოელ ჟურნალისტ ლუის გუდალს სრულიად სერიოზულად ინგლისურ ენაზე აუხსნა, რომ გლობალური ომის პარტია თურმე თავისუფალი მასონების შეთქმულებაა, რომლებიც მსოფლიოს მართავენ. აგერ გაჩვენებთ და თან გითარგმნით. Your Prime Minister spoke. თქვენი პრემიერ-მინისტრი ხშირად ახსენებს გლობალური ომის პარტიას. რა არის გლობალური ომის პარტია? ესენი არიან თავისუფალი მასონები. ეს ის ხალხია, რომელსაც 10 წლეულებია ჩვენ გვესმის და რომლებსაც მსოფლიო პოლიტიკაზე აქვთ გავლენა. მე პირადად როცა ვხვდები ჩვენს პარტნიორებს, მეუბნებიან, შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ მე მესმის რაღაცა ხმა ზემოდან. არ ვიცი ამას რა დავარქვა. პირადად მე მათ არ ვიცნობ. ამად გარდა კიდევ ვინ არიან გლობალური ომის პარტიაში? მაგდენი არ ვიცი. წარმოიდგინეთ ბრიტანელი ჟურნალისტის სახე, როცა საგარეო კომიტეტის მოადგილე ზის და მსოფლიო პოლიტიკას აზე უხსნის. მაგრამ მარიამს ხომ არ ესმის რას ამბობს. ის უბრალოდ ქოცური ტყის ხმებს აკუსტიკურად იმეორებს, რადგან რაღაც ქოცურ დახურულ შეხვედრაზე მოისმინა სიტყვები და მას მერე იმეორებს და იმეორებს. გლობალური ომის პარტია, Deep State. სანამ რამე ახალ სიტყვას არ ასწავლიან. გადავინაცვლოთ მეოთხე ადგილზე. არავის შეურაცხყოფას არ ვაპირებ. ყველა ჩივილი იმ ხალხთან, ვინც ამ ფრინველს სახელი უწოდა. მაშ ასე. ბუნებაში არსებობს ასეთი ფრინველი, რომელსაც ქართულად ოფიციალურად ქვია ლურჯფეხა რეგვენა. ამ ფრინველს ძალიან სპეციფიკური და კომიკური შეჯვარების რიტუალი აქვს. იმისთვის, რომ დედრი მოხიბლოს, მამრი რეგვენა იწყებს სრულიად აბსურდულ მოძრაობებს. იბერავს მკერდს,
სასაცილოდ წევს თავის ლურჯ ფეხებს მაღლა, უსტვენს და ცდილობს ძალიან მაჩო გამოჩნდეს. მაგრამ თუ მდედრმა ეს ცეკვა დაიწუნა და უარი უთხრა, მამრი რეგვენა ვარდება უკიდურეს სექსუალურ ფრუსტრაციაში. ის კარგავს კონტროლს, ხდება აგრესიული, იღებს ნისკარტით ტოტებს, ქვებს, რაღაც ნაგავს და ისვრის აქეთ-იქით სრულიად ისტერიკულად. აბა თუ ამოიცნობთ ამ ფრინველში ვინმეს. კრასატულია. კი, ასეა. ბოლო ხანებში ჩვენ ვიხილეთ ზარქუას ცხოვრების შესახებ ისეთი დეტალები, რასაც ჩემი გულწრფელად, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, არასოდეს გავეცნობოდი. მაგრამ აბა სადაა ჩემი ნება? აზიარებთ და აზიარებთ, აზიარებთ და აზიარებთ. იცით ამ ფრინველს რეგვენა რატომ დაარქვეს? იმიტომ რომ მას თვით გადარჩენის ინსტინქტი არ გააჩნია. ის იმდენად არის დაკავებული თავისი ლურჯი ფეხების ქნევით და მკერდის ბერვით, რომ ვერ ამჩნევს, როდის ხდება სასაცილო და როდის საშიში საკუთარი თავისთვის. ჯერ იყო და დუბაის ინციდენტი, სადაც სადა მაჩოობა, მაგრამ გაიტყიბა და ციხეში მოხვდა. მერე მონაკოში ძალიან არადაძმურად სეირნობდა ვიღაც ქალთან. მერე კი ეს აუდიო მოისმინა მთელმა ერმა. Красотуля, ты тоже скинь свои фотки другие или видео, можно посмотреть? მაგრამ ჩემი აზრით, ზარქუას მთავარი ცეკვა და მკერდის ბერვები მაინც სულ სხვა ვინმეს მოსახიბლადაა დადგმული, მეგობრებო. ბიძინას. მაგიტომ გამოდის ტრიბუნაზე აკოჩრილი და სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მამალი რეგვენასავით გახვირის. ყველა დედას გიტყვით, აი ეს დაიმახსოვრეთ. დედის ტრაკი. ამასობაში გადავინაცვლეთ საპრიზო მესამე ადგილზე. აქ ცოტახნით უშუალოდ პოლიტიკოსებს უნდა მოწყდეთ და ჩვენი პროპაგანდისტული მედია კულტურის ფსკერზე დავიშვათ, სადაც ბინადრობს არსება, რომელსაც ზღვის კიტრი ქვია. ზღვის კიტრი ოკეანის ფსკერზე ცხოვრობს. მას არ აქვს არც ტვინი, არც გული და არც რაიმე რთული ნერვული სისტემა. ის ფაქტობრივად არის ერთი დიდი მოძრავი მილი, მაგრამ მისი მთავარი ბიოლოგიური ანომალია და უნიკალურობა სხვა რამეშია. ამ არსებას პირის ღრუ და გამომყოფი სისტემა, ანუ უკანალი, ფაქტობრივად ერთი და იგივე აქვს. დიახ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არსება საიდანაც ჭამს ზუსტად იქიდანვე მეგობრებო. ის დაცოცავს ფსკერზე, ისრუტავს ტალახს, მკვდარ ნარჩენებს, ოკეანის ნაგავს და მერე იმავე ხვრელიდან უკან უშვებს გადამუშავებულ ექსკრემენტებს. და ისევ უამრავი კანდიდატი ყავს ამ პოზიციაზე. მთელი პოსტივი, რუსთავი და იმედია ჩამსკრივებული. ამიტომაც დღეს მათ კოლექტიურ წარმომადგენლად ერთს შევარჩევთ. ჩვენს მედია ეკოსისტემაში ამ ექსკლუზიური არსების როლი უნაკლოდ მოირგო ჯიმი აბესაძემ, იგივე ჯაბოვიჩმა. მოგესალმებათ პირველი სტომატოლოგი, რომელსაც სახეჭი კბილები თვითონ გააჩნდება და დასახეჭი არაფერი არაა ჯიმი ჯაბასია ბესაძეს. თუ არ იცით ვინაა ეს კაცი, უპირველეს ყოვლისა შურს თქვენი. და თუ იცნობთ, გეცოდინებათ რომ ზღვის კიტრივით ჯაბოვიჩიც მუდმივად ფსკერზე დაცოცავს. იქ სადაც ყველაზე მღრიე და მძიმე მასალა გროვდება. ის ისრუტავს სამთავრობო მესიჯბოქსების ნარჩენებს, ყველაზე ბინძურ ინსინუაციებს და მერე ამ ყველაფერს თავის საფირმო იუმორით აზავებს. ჯაბოვიჩ? ხო. ცოლიანი არ ხარ შენ? არ ვიცი, სანდრო, ვიზიკო. ამ სანქციების მერე ისევ ვარ გადაჭრილი ჭუიდან, ვიცი ახლა რას ვაკეთებ, მე? ჭუა მომეკითხება, სანდრო, ვიზიკო. ოდიში, აი არის ფიქრო, სხვანაირად ბრიტანეთი და hello my friend. სატირალი რომ არ იყოს, ხუმრობა შეიძლებოდა. ვერც თქვენ მოახერხეთ გულიანად გაღიმება. ისე აქვე ცალკე სეგმენტის დათმობა არ მინდოდა შალვარამიშვილისთვის, რა კი წინა გადაცემაში უკვე ყავდა. ამიტომ ბარემ მოკლედ ვიტყვი. შალვარამიშვილი არის თევზის სახელად ატრეტოკოანა აიზელტი. დაიწერება ახლა ეკრანზე. და თუ არ დაიზარებთ, ნახეთ, დაგუგლეთ და მიხვდებით. უბრალოდ სამსახურის კომპიუტერით არ დაგუგლოთ. მე ჩემი თქვი. მოდით გადავშალოთ ენციკლოპედიის ბოლოს წინა გვერდი. აქ დაგვხვდება ევოლუციური სასწაული. თევზი ლატიმერია, რომელსაც მეცნიერები ცოცხალ ნამარხს ეძახიან. წარმოიდგინეთ,
მეცნიერებს ეგონათ, რომ ეს თევზი 65 მილიონი წლის წინ დინოზავრებთან ერთად გადაშენდა. ის ეკუთვნოდა სრულიად სხვა პრეისტორიულ ეპოქას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მეთევზეებმა ოკეანის სიღრმეში ბადე ისროლეს და ამოიყვანეს არსება, რომელიც ცოცხალი იყო. მას არ განეცადა არანაირი ევოლუცია, არ შეცვლია არც ერთი ორგანო, ის უბრალოდ გადაურჩა ყველა კატაკლიზმას და ბნელ ფსკერზე წყნარად განაგრძობდა ცხოვრებას. ჩვენს პოლიტიკურ ეკოსისტემაში ეს ცოცხალი ნამარხი არის გია ვოლსკი. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი სტუმარი. უბრალოდ გადახედეთ მის ბიოგრაფიას და მიხვდებით, რატომ არის ის პოლიტიკური ლატიმერია. 1984-86 წლებში კალინინის რაიკომის მდივანი და ინსტრუქტორი, 1986-89 წლებში თბილისის ქალაქკომის ინსტრუქტორი. ის აკონტროლებდა საბჭოთა პოლიტგანათლების ქსელს და ყოველი თვის ბოლოს აღწერდა, რამდენად ეფექტურად ითვისებდნენ მოქალაქეები საბჭოთა პროპაგანდისტულ ბოდვას. ძიმე ამბებია. ძალიან ძიმე მემკვიდრეობა დღემდე 2012 წელს კი ბიძინა ივანიშვილმა ისროლა თავისი საარჩევნო ბადე ქართული პოლიტიკის ღრმა წყლებში და ისევ ამოიყვანა ვოლსკი. სრულიად ცოცხალი, ხელუხლებელი და საბჭოთა ნომენკლატურული ინსტინქტებით სავსე ცოცხალი ნამარხი, რომელიც 2012 წლიდან დღემდე პარლამენტის ტრიბუნაზე ზის და ქართულ ოცნებას წარმოადგენს. ის არ ყვირის ისტერიულად, სხვებივით. მას აქვს ძველი, პარტ-მუშაკის პრაგმატული, მონოტონური ხმა. როდესაც აშშ-ან დიდი ბრიტანეთის სანქციებს უწესებს მათ პროპაგანდისტულ მედიას, ვოლსკი გამოდის და ამას სახელმწიფოს სუვერენიტეტზე შეტევად აფასებს. ზუსტად ისე, როგორც რაიკომის მდივანი დაიცავდა გაზეთ პრავდას დასავლური იმპერიალიზმისგან. რატომ იცავს ის ასე თავგამოდებით უცხოური გავლენის აგენტების კანონს? იმიტომ რომ 1984 წლის კალინინის რაიკომის ინსტრუქტორის ბიოლოგიურ კოდში უცხოელი აგენტების ზებნა და მათი განადგურება საბაზისო, ბუნებრივი ინსტინქტია. ეს ევოლუციური მეხსიერებაა, მეგობრებო. ის არ განვითარებულა დემოკრატიულ პოლიტიკოსად. მან უბრალოდ იცვალა წყალსატევი. სანამ სხვა ქოცები თანამედროვე პარაზიტები და ლურჯფეხა რეგვენები არიან, ბატონი გია არის აბსოლუტური ნომენკლატურული რელიკვია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბიზნეს ეკოსისტემაში ყველაფერი ძველი, ტოქსიკური და საბჭოთა შვენივრად გრძნობს თავს. სულიერი თუ უსულო. ვაი, სუნი აქვს ზუსტად ის ძველი მანქანის სუნი გამახსენდა, რა კარგია. და აი ამ ჩვენი ენციკლოპედიის ბოლო ფურცელთან ვართ. აქ უკვე ინდივიდუალურ არსებებზე კი არა, მთელ კოლონიურ დაუნდობელ ქსელზე უნდა ვისაუბროთ. ბუნებაში არსებობს გიგანტური სოკო, სახელად არმილარია ოსტოიე. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ტყეში და ხედავთ მიწიდან ამოშვერილ უწყინარ, ცალკეულ სოკოებს. გონიათ, რომ ესენი ინდივიდუალური, დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, თავიანთი ცალკეული ცხოვრებით. მაგრამ სინამდვილეში, მიწის ქვეშ ეს ყველა სოკო გადაბმულია ერთ უზარმაზარ კილომეტრებზე გადაჭიმულ მიცელიუმის ქსელად. მათ აქვთ ერთი საერთო ნერვული სისტემა და ფაქტობრივად წარმოადგენენ ერთიან კოლოსალურ პარაზიტს, რომელიც მთელი ტყის ფესვებს წოვს. ჩვენს პოლიტიკურ სამართლებრივ ტყეში ამ პარაზიტულ მიცელიუმს სასამართლო კლანი, იგივე მურუსიძე ჩინჩალაძის სისტემა ქვია. და მე როგორც ვიცი, ისინი ძალიან მალე კიდევ უფრო მძიმედ დასანქცირდებიან, მეგობრებო. არა. კი. აუცილებლად დასანქცირდებით. კიდევ უფრო მძიმედ დასანქცირდებით. მოკლედ, ზედაპირზე ჩვენ ხედავთ ცალკეულ მოსამართლეებს. ზოგიერთის სახელი ხშირად გვესმის. დავით მაკარაძე, მანუჩარ ცაცუა, ზვია ცეკვავა. ესენი გამოირჩევიან ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაპატიმრებით. ნორმალურ ქვეყანაში მოსამართლე, რომელიც ასეთ ანტიკონსტიტუციურ, აბსურდულ და სამარცხვინო გადაწყვეტილებას იღებს, სახელით და გვარით ეწოდინებოდა მთელს ქვეყანას. ის იქნებოდა ინდივიდუალური ბოროტება, ისტორიული ანომალია, რომელზეც ყველა ილაპარაკებდა. მაგრამ ჩვენთან ამ მნიშვნელობა აქვს. დავით მაკარაძე ერქმევა ამ მანტიან სოკოს, მანუჩარ ცაცუა თუ სხვა ვინმე. ინდივიდებს შორის განსხვავება უბრალოდ არ არსებობს. თქვენ გონიათ ისინი დამოუკიდებლად ფიქრობენ?
როგორც კი მიწისქვეშა მიცელიუმიდან, ანუ მურუსიძის ან ივანიშვილის კაბინეტიდან მოდის ქიმიური სიგნალი, რომ პროტესტი უნდა ჩაახშონ და ხალხი დაიჭირონ, ყველა ეს მიწიდან ამოშვერილი სოკო ერთნაირად სინქრონულად იწყებს მოქმედებას. ეს არის ერთი მთლიანი ტოქსიკური ორგანიზმი და თუ მიწის ზემოთ ერთ სოკოს მოჭრი, ამით ქსელს არაფერი დააკლდება. ის სხვაგან ამოყოფს თავს ახალი მანუჩარცაცუას სახით. სანამ მთავარ ფესვს არ ამოთხრი, ეს დღე ვერასდროს გაიხადებს. აი ესეთი მრავალფეროვანი და ტოქსიკური ფაუნა გვაქვს მეგობრებო. გადავშალეთ ენციკლოპედია და რა აღარ ვნახეთ? ტვინის მჭამელი ასიდიები, ყალბი გველები, ორალურად მოქმედი ზღვის კიტრები, საბჭოთა ცოცხალი ნამარხები და ბოლოს ეს ყოვლის მომცველი, მიწისქვეშა სასამართლო მიცელიუმი. უყურებ ამ ყველაფერს და უნებურად ფიქრობ, ნუ თუ არ არსებობს საშველი, ნუ თუ ეს ჯუნგლები საბოლოოდ გადავყლაპავს. გეტყვით რომ საშველი არსებობს. ევოლუციისა და ბუნების მთავარი კანონია ნებისმიერ ყველაზე საშიშ და ტოქსიკურ პარაზიტსაც კი ყოველთვის ყავს თავისი ბუნებრივი მტერი. ამ პოლიტიკური პარაზიტებისა და კორუმპირებული სოკოების ბუნებრივი მტერი კი საღი აზრი და დაუმორჩილებლობა. როდესაც სისტემა ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს ციხეში უშვებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს მიცელიუმი ძლიერი და დაუმარცხებელია. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პანიკური შიში აქვთ. ეშინიათ, რომ ხალხი მთავარ ფესვს მიაგნებს და ერთხელ და სამუდამოდ ამოთხრის. მოკლედ ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვალაიქებთ და გვიკომენტარებთ. ეს ძალიან გვეხმარება იმაში, რომ უფრო ფართო აუდიტორიას მივწვდეთ. ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას. დროებით.